გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. Reality show House-ში აუთსაიდერები დასახელდნენ. პროექტში დასარჩენად ამჯერად იბრძოლებენ ანასტასია, ლელუ და ჯავახა. ლელუსა და დებ მუზების მეგობრობა კი მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა. House-ის მონაწილე გოგოები თავის მართლების რეჟიმში არიან. აქამდე უცნობი ამბები გაიხსენა მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ რუსთავი 2-ის შუადღის გადაცემაში. რომ მახსენდება რამდენი სისულელე მაქვს ჩადენილი, ეს მაწუხებს ძალიან, თქვა მსახიობმა. ნუცა ბუძალაძე 29 წლის გახდა. მომღერალს მეუღლემ დაბადების დღე ემოციული პოსტით მიულოცა სოციალურ ქსელში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰარი პოტერის ახალ სერიალში ვოლდემორტის როლზე კილიან მერფის კანდიდატურას განიხილავენ. გადაღებები უკვე დაწყებულია, პრემიერა კი მომავალ წელს შედგება. ჩინურმა კომპანიამ თანამშრომლებს ემოციური შვებულების აღების საშუალება მისცა. წელიწადში 10 დღე. ასეთია კომპანიის გადაწყვეტილება. მხედველობის აღდგენა თვალის წვეთებით შესაძლოა რეალობად იქცეს. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერები შესაბამის კვლევას მალე ადამიანებზე ჩაატარებენ. იაპონელი მეცნიერების თქმით, მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მათი თქმით, პროცესს აუტოფაგია ჰქვია და სხეულში უჯრედულ გადატვირთვას იწვევს. ამ და სხვა, ბევრ საინტერესო ამბავს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.